და თქვენი რამ ხელაა თუ საიდუმლო არაა? და უყურე ამ შობელ ძაღლს. რა ქვია? ბონდო. ნუ მე პასუხები. შვიდობა. აბა, დავიწყოთ. ამაზე საშინელი რაღაცა უნდა მომივიდეს ვამშა. შედის ლაუცნობო. აჩო, ნუ ხარ შენ ეგეთი ურწამუნო. რა? მე რა შუაში ვარ, კაცო? შენ არ იყავი ცოლ სენდვიჩთან რო ღალატობდი? ნუ გასაგებია კაცო, რომ ცხოვრება გაძვირდა და აუტანელია უკვე ეს ფასები ყველაფერზე, მაგრამ მაგის ქმარს გინაცვალე რომ გეკითხა ტუალეტის ქაღალდის მაგივრადაც დოლარები ეკიდა სახლში და რა გაუჭირდა არ ვიცი. უი რას ამბობ? გეუბნები მივედი სტუმრად მეთქი კაის უფრას გაშლიან თქო და გამოდის მაგისი ქმარი და მიდი ქალო ბზიკი და კალიო ეუბნება. ჯიგარო, კაი საათი არ გინდა? ორიგინალებია. კაისაინ, ყოყოებისგან დამიცავს ეს? კაი ხო, გადავიდეთ. ოღონდ ბავშვობიდან გზები შიში მაქვს და იმედია მანქანა არ დამარტყამს. ჩემ ცოლთანას დაეთრევი. არ ვიცი, აიტრება მოიწვიეს ჯოჯოხეთში, ეს თუ ვინმეს რამე ადგილი უკავია, აქ მნიშვნელოვანიო, ყველა მოდითო და ლუციფერი ჯოჯოჯოჯო. შეავადმყოფო, მოშორდი აქედან. მირჩემია კვერცხი პირდაპირ ქათმის ტრაკიდან იყოს, ვიდრე რაღაც ქარხანაში გამოზრდილი ქათმების დადებული და კაპრიალებული. მოკლედ 5 კაცი ვართ რა, ხო და რაღაც არაყი დავლიეს და სულ ყველას დედა გვაახმებული. ჩულაყიდანა ხართ თქვენ? არა. ვარა ხო, არა, ჩულაყილის შთაბეჭდილებას ასტოვებ და მე უკვე 39 წლის ვარ. 1 წელიც და შემეძლება ვაჟიშვილობა დავკარგო. არა, ჩვენ მოცუცკნულ შიბლათა ჩუმი ორგანიზაცია ვართ. იგივე მსჩო. შენი მტერი შვილო, შენი მშობლები არიან დებილად რომ გაგზარდეს. ვა, ეს ვინატო? ვა, ავიცი, აბა ამ გელს ნაღდათ არ გავს და ხო, ორი ფეხი აქვს და ხელიც და მგონი ადამიანია. აგერი ჩემთან ერთადაა ბატონი ბადო, რომელიც თავარ როლს ასრულებს რუმინული ფილმი რომა. რა ქვია იმას? არ ვიცი, რაზე ლაპარაკობ. ეპისკოპოსის როლს რო თამაშობს, ის რუმინეთის ეპისკოპოსი. მერე, ჩემი ფილმი არ არის ეგ. არა, შენი ფილმი არ არის, მაგრამ შენ ხო თამაშობ მანდ. არა, მე უარი უთხარი. რაღაცა გიშლება ხა. არა, მე უარი უთხარი, მაგრამ უნდა მითამაშო. ჩემი მოთმინება დამთავრდა. უნდა შემოვიდე ამაღამ შენში. შენ გონია რომ ვეგანებს ვერ ჩირამეს? რა, ნუ მაწყვეტინა ბიჭო. ურწმუნო არ ვარ, მეცნიერი ვარ. ხო, მაგრამ მეცნიერებამაც არ იცის ეგრე ყველაფერი. ეგენი არ იყვნენ პლუტოზე რო იძახდნენ, ბრტყელიაო და რაღაცაო. რა პრობლემაა, კაცო? ქართველები არა ვართ? აბა გამოვყევით. მე ასეთ ვიძახი, იმ ტორჩი მე არ შემიყვია თქო. აბა ვინ შეყო? ვინ შეყო? სოიო ხარ? სოიო? არა, ბაინგერი ვარ. მე რაული ჯაბული ვარ, ვიცი საშინელება გამოიარა შვილო. ბევრი კითხვებით თავს არ მოგაწყენ. უბრალოდ რამდენიმე ფოტოს გაჩვენებ და მითხარი, აბა რას ფიქრობ, კარგი? კარგი. აბა ეს ნახე. არა. აბა ეს ცოტა სხვა რაკურსიდანაა. შიქო არა გაქვს შენ? კვირაში ორჯერ მოდის, აქ ვითომ დასუფთავებაზე მუშაობს, მაგრამ ყველაფერი შემოაქვს. ფული თუ გაქვს სიგარეტს კი არა, იახტა შემოგიტანს თუ გინდა. ეგერ წინა კვირას ერთ პატიმარს ის შემოუტანა, რა ქვია, ეშმაკის ბურბალი. ლოთი არა ისა, რა ლოთი, უბრალოდ ჩემს ფეხებს ჭირს რაღაცა გეუბნები. აი ჯერ ასე ვაკეთებ, მერე ასე ვაკეთებ და უცებ ალკოჰოლის მაღაზიასთან არ ვარ. თქვენ თვითონ არ თქვით კაცო, კუილ მასტერი ვარო, კუილით ვუკრავ მუსიკასო. ახალი წლის მუსიკა რო დაუკარით, ტრაკით. ახლა შენ იცით, ამ ყველაფერს ძალიან ლოგიკური ახსნა აქვს და თუ დამაცდით და შენ დაწვევიანო ბიჭო, რატომ მიღებ? გადაღება რა საჭიროა? დავილა მე ფუკუნჯუსი ხარ კი. მეფე ბაგრატის სახელით. წამოგაცვამ ხმალზე. ჩემს ქათმების ფერმას და სიმწრით მოგროვებულ $5,000 ვუტოვებ ჩემს საყვარელ შვილიშვილს. პოლიკარპე ჯამტლეკიაშვილს. დანარჩენებს მოგსვიათ დედის ტრაკი. განსაკუთრებით კი ჩემს სიძეს. დევი ჯამტლეკიაშვილს. ვიყიდე ძმაო ეგ შამპუნი, ესე იგი და დევის ყი თუ არა, თავზე იმ წამში გამელოს, ესეა. დედა რას ამბობ და მელოტი ხართ ახლა თქვენ? აბა? მე ხმამაღლა ვაცხადებ. განდრონი თუ აქ მოვიდა მე სახში ცოცხალი არ წავა. არა, შეცდომა. ვაჯიშვილობა არ დამიკარგავს, ოდნავ შემყავი.
დიახ, აქ საკუთარი ფალოსის ზომით უკმაყოფილო საზოგადოება ვიკრიბებით და ერთმანეთს გულის ტკივილს ვუზიარებთ. თქვენ შეგიძლიათ თამამად გაგვიზიაროთ თქვენი. ზემოთ. დედის წინ გამქცევ კვიცაო, გელი გამოჰკრავს კბილსაო. აბა მოკოკო დრენ. რა ჩალიჩო კაცო რა ხმას უშვებ? აი, რეფლექსია რა. ადრე ძალიან ხმაურიანი მოტო მყავდა. მერე შეყვარებულმა მიმატოვა შენ ეს ხმაურიანი ძრავები, იმიტომ გევასება რომ პატარა გაქო. ხო და ახლა ელექტრომოტო ვიყიდე. მაგრამ აი ხმარო არ აქვს არ შემიძლია რა. ვიღაცას გავამელოდე. ეს ნაბიჭრები, გივი მოგვიკლეს. როგორ გაბეძეს? აი თურმე ამის ოფისთან სულ ზღრი სუნი რატომა? ჰე, ძილის დროა ბიჭო. დაჭვა მეთქი. შენ თქვია? ბრაინა გაკბონდო. ბუჩეჩი. სესხი არ გინდათ ეფექტური 78%-დან? მოდი აი იმას ვეღადაოთ, აი, ნახე რას გავს. გული გაუსხდება რომ დამინახავს. მიდი. ჩემი ძმა, ერთი მომაწევინე რა. აძმა ვაიღე. მადლობა. ბიზანტიელი თუ ხან მითხარი და აქ გაცვავ ხმალზე იცოდე. არ ვარ ბიზანტიელი, არა. თან ნაღრდის სოფლის კვეცხს რა ჯობია. აი ეს ფრაზა რომ მოვისმინე, აი პირდაპირ ქართმის ტრაკიდან, აი დამაჟრიალა რა გეუბნებით. და გონიათ სტალინზე ჭკვიანები ხართ თქვენ? რა კაცი იყო, ახმახი, ღონიანი, რო გამოიხედავ და ეგრევე, აი მაწაკ-წაკები და ეგრევე. ფოშენი ეს და შენი ოთახი მეგონა იზვინე. ხო არ მომკლა. და ჩემის ოთახში რა ჯანდაბა გინდა? კაი დამშვიდე შვილო ყველაფერი. შიქში ბლაში მომარტყა. ჯერ ისედაც რა მქონდა? ახლა აღარაფერია. აი პირველი მეორე კლასის ბავშვებს რომ შეიყვანან კერპთაყვანის ცემულ მუზეუმში, სადაც სტალინის კერპი უდევთ. ნამგალი დაურო და კიდევ მრავალი რა. რა ახალგაზრდობა უნდა აღზარდო საქართველოს. ძალიანაც კარგი თუ დაიწვა. ეს კაცის კიდე მეპატრონებიცა ეს სიდებილის შამანის წარმართი კაცი ეს. თუ ახლა ასტროლოგები რაღაც მანიპულაციებს მიმართავენ, ჩვენც ვქნათ კაცო. მოდი აი, ორი გავამრავლოთ 3-ზე. გამოდის რამდენი? 6. მოვიდა ჩაკუჩი. კაი, აბა მოეჭიდე. დრენ. ხო, ჩავხერ გეგზა. ჯერ დიდებს მივხედოთ, მერე პატარებს. ძალიან კარგი. აბა შენიცი. მე ქალის ტრუსებს ვატარებ. ღამე ვდგები, სხვების სახლებიდან ვიპარავ და ვიცვამ. და რომ იცოდე, ახლა შენი ცოლის ტრუსი მაცვია. გელა. თუ ზარს არ წავიღებთ, მალე იმდენი არიქა, მიდი ფუშტენი რა მომენტში გაითიშა ეს შენი ბრენდი მოხარ. დედა, დევე ნახე რამ ხელაჭაღია? უკაცრავად, რას ქვია რამ ხელაჭაღია? შენი ინფორმაციისთვის 6-ის მერე არ ვჭამდა საერთოდ ჭაღების საზოგადოებაში ჩემი ზომა სტანდარტია. ჩემს მამა ჩემს უთხარით რომ ბუჩეჩი აი ღერთი მტლიანი სესხი წინა 700-ის გადასაფარად. რა მოხდა? რა ვიცი, რეაქცია არ ქონია. არ შეეშინდა კაცო? არა, მოიცა, ვიცი რასაც ვიზამ. ფეხებს მოვიძრობ და ისე მივალ, მერე მაინც ხო შეეშინდება. მიდი. ჩემი ძმა, ერთი ღერი მომაწევინე რა. აძმა ვაიღე. რა ვარ გამემეწყადა დედამ. გამარჯობა, მე ლაშას მამა ვარ და. აიდი ბარათი თუ გაქვთ. რა იყო კაც ვარიციან ხალხმა. ჩემი ცხოვრება დამთავრდა. რა არის კაცო, სუჩუმა შეიძლება იყო? თქვი რამე. რა თქვა? და ყველა ნეგატიური ენერგიით სავსე ადამიანი გაქრეს ამ ოთახიდან. ხო, რა ნაგავი ტელევიზორი ჩემომტერეთ ეხა კეთილი იდება. გარანტია ხო გაქვთ ბატონო? რახში გაიგეთეთ თქვენი გარანტია, მომასწორეთ სახლიდან. ხო, ჩაირთო. ძალიან კარგი, დიდი იმედი გვაქვს. ხო, გააჯვი. მიდი. დაივენებში სისხლის მაგივრად მაგია მიჩქეფოს. ამ ბავშვებს მე გადავარჩენ. ედლის ძალავ, გააქტიურდი. ანუ კევლად გადაიქცა უბრალოდ? რაო? არაფერი ისევ რეაქცია არ ქონია. რა არის კაცო, რა ხდება ამ პლანეტაზე? დემონებისაც აღარ ეშინია ამ ხალხს? მოიცა, ვიცი. ახლა ტანსაც მოვიძრობ და მარტო თავი მივალ. მერე მაინც ხო შეეშინდება. მიდი.
ჩემი ძმა, ერთი ღერი მომაწევინე რა. მე კი მოგაწევინებ ძმაო, მაგრამ ხო ხედავ წყენს ეგ დედა მოლი. აბა! დავედით. ხო და ჩასულა ეს კაცი ამ დედამიწის ბირში რა და მოხვდა სატანის კრებაზე. ბატონო პაპუას, დრაკონის ფუნა მაქვს გასაყიდი და ხო არ გინდათ. მიდი ბიჭო ეგ არის. პუს შენი შენ დაგაბსამთენმა სტადიონმა პლატაზე. ჰო, გამარჯვებულია განდრონი, მეხის დამძლევი. არ გაიხადეთ. არავინ?